თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს ის ყველაფერი შეუქმნა და მე შექმნა მეფე. მე-7 დღეს დაისვენა ნიშნავს, რომ არაფრისგან უკვე არ ქმნის. შექმნილია ყველაფერი. მაგრამ დარჩა ადამიანის სულის ბოლომდე სრულყოფა. იესო აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა ადამიანს. ადამიანის სრულყოფას. ერთადერთი ცოცხალი იყო იესო. ესეთ რაღაცას ეუბნება ქრისტე. მართალია ანდაზა. ერთი თესავს, სხვა იმკის. როცა მოციქულებს დაიჭერენ და ცემენ და მოკლა უნდათ, ეუბნება მღვდელმთავრებს, ის მღვდელმთავარი იყო. თუ ესენი ღვთისგან არიანო, მართლაო. ამათო თქვენ როგორ შეაჩერებთო? და თუ ღვთისგან არ არიან, თვითონ დაიშლებიანო. გაანებეთო თავი. ჩვენ უნდა ვღებულობდეთ ქრისტეს სიტყვას, რომელიც არის ნათელი. სიტყვის ნათელს და უნდა ვემსახურებოდეთ იმ სიტყვას და იმ სწავლებას, რა სწავლებაც ქრისტემ მისცა მოციქულებს. ბატონებო და ქალბატონებო, მოგესალმებით დროების YouTube არხიდან გადაცემათა ციკლი მამა დოროთეს ამბიონი, რომელსაც უძღვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. მადლობა მას ამ ძალისხმევისთვის. გადაცემათა ამ ციკლში ჩვენ ხსნით, ვსაუბრობთ, განვმარტავთ სწორედ მამა დოროთეს დახმარებით, მათ შორის სახარებისეულ ჭეშმარიტებებს. ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც იოანეს სახარების ეპიზოდებს მოვყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ მხრივ ძალიან საინტერესო იყო ჩვენი წინა გადაცემა, რომელიც განრღვეულის განკურნებას ეძღვნებოდა და იქ იყო ასეთი საინტერესო დეტალი, ასე ვთქვათ, რომელიც გარკვეულ ხიდად გამოგვადგება დღევანდელ ეპიზოდზე სასაუბროდ, როდესაც ფარისევლებმა მას ბრალი დასდეს იესოს იმაში, რომ შაბათს ინება განკურნება და მეტიც თავისვე საწოლი აღებინა, ასე თქვა და უთხრა, რომ გაიარეო და გაიარა და ბრალდება იმაში მდგომარეობდა, რომ თუკი უფალმა დაისვენა ამ ერთ დღეს და ყველა ამ დღეს მხოლოდ უფალს უნდა უძღვნიდეთ საკუთარ თავს და უმოქმედობას ფიზიკურ სამთვალსაზრისით, შენ რატომ აგრძელებ ამ საქმის კეთებასო და ამ ხომ ძალიან საინტერესო იქნება განმარტებები სწორედ ამ ქმნადობის გაგრძელებასთან მიმართებაში. ასეთ ფრაზას ამბობს მაცხოვარი, მამა ჩემი აქამდე იქმნდა და მეც ვიქმ. და დღეს ვისაუბრებ სწორედ იმაზე, რომ ცოდვი დაცემის შემდეგ კაცობრიობას მხოლოდ პატიება კი არ სჭირდება, არამედ სჭირდება სულიერი განახლება და განკურნება, როგორ აღადგენს ქრისტე ადამიანს, რას ნიშნავს ახალი ქმნილება და როგორ გრძელდება ეს პროცესი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში. ამაზე ვისაუბრებთ მამა დოროთესთან ერთად და სანამ მამა დოროთე შეუდგება ამ განმარტებების მოწოდებას თქვენთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, თქვენც მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი გულშემატკივრობისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის და გთხოვოთ, რომ გადაცემების პოპულარიზებაში დაგვეხმაროთ, რაც მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ არ დაიზაროთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოიწეროთ მამა დოროთეს ამბიონი, თავად გადაცემათა ეს ციკლი, მოიწონოთ კონკრეტული გადაცემები და გაუზიაროთ თქვენს ახლობლებს, მეგობრებს, იმ ადამიანებს, რომლისთვისაც მეტი ცოდნა ქრისტიანობის შინაარსზე, მის მნიშვნელობაზე გემეტებათ. მადლობა კიდევ ერთხელ და მამა დოროთე ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე გავჩერდით და მამა ჩემი აქამდე იქმნდა და მეც ვიქმ. რას ნიშნავს, რომ განგვიმარტოთ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს, მადლობა მათ მოსმენისთვის, გაგებისთვის, კომენტარებისთვის. თქვენი შესავალი არის ზუსტად ის უმთავრესი ის კითხვები, რაც ახლა თქვენ შესავალში ჟღერდა, არის ის უმთავრესი რაც ნიშნავს ქრისტიანობას, ანუ ქრისტიანობის გაგებას, რაც რა არის, ვინ არის ახალი კაცი? რას იქმს? რას იქმოდა მამა? რას იქმს ქრისტე? ეს მაშინ ამბობს, რომ მამა ჩემი აქამდე იქმოდა და მეც ვიქმ. მაგრამ მე ნახავთ აქ სახარებაში, დღეს მაგაზე გვექნება საუბარი, რომ ეს ქმედება მამამ ძეს გადასწავლა. ამას უმტკიცებს ებრაელებს.
ანუ ძველი აღთქმის ეკლესიას. ეხლა ძალიან სანამ დავიწყებთ მცირედი ჩვენი წინა იმიდან გავიხსენოთ შესავალი გავაკეთოთ ესეთი რომ თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს ის. თავისიანებთან მოვიდა და თავისიანებმა არ მიიღეს ის ჩვენ ეს განმარტეთ ასე რომ ეს თავისიანები მეორენაირადაც გაიგება რომ თავის სამფლობელოში მოვიდა და თავის სამფლობელოში მისმა მსახურებმა არ მიიღეს ის. ანუ მღვდელმთავრებმა არ მიიღეს ის განკაცებული ღმერთი რომელიც შაბათს კურნავდა იმიტომ რომ შაბათი იყო ღმერთისთვის ღმერთის მოქმედებისთვის დათმობილი დღე. და თუ ქრისტე ჩათვლი ჩვეულებრივ კაცად მაშინ ის არ ღვევდა შაბათს რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ჩათვლი მასგან გაცევ ჩათვლი კი არა თუ მიხვდები ვინ არის ის რომ ეს არის განკაცებული ღმერთი ხო მაშინ ის ზუსტად შაბათს უნდა კურნავდეს იმიტომ რომ შაბათს მასთან მისასვლელი გზა მისასვლელი მისვლისთვის არის შაბათი. იმისთვის რომ ღმერთს დაუთმო საკუთარი თავი და აი ღმერთი ზუსტად შაბათს კურნავს. ყოველთვის ესე აკეთებს. მიუხედავად იმისა, ხო, სხვა დღეებსაც, მაგრამ დღევანდელი გაგებით კვირას, ხო. ხო, მიუხედავად იმისა, რომ აი როგორი რაღაცა არის, იცით, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გებულობენ რაღაცას და რის გამოც მას ჯვარს აცმევენ სინამდვილეში, ჯულის დარღვევის მას არ შეუძლია რომ არ გააკეთოს ის როგორიც არის. ეს არის ჭეშმარიტების ერთ-ერთი თვისება. აი გებულობს ის არ გებულობს შემაინ ჭეშმარიტებას ამბობ. აი ეს არის როცა უთხრა რომ ვინ ჩემ ხორცს არ შეჭამსო. დაბკოლდენო პეტრემ უთხრა რომ გაია და წავიდაო რა ეს ხალხი ვინც მოყვებოდაო და წავიდნენო მე შენ წადიო ქრისტემ უთხრა. იმიტომ ჭეშმარიტებას არ შეუძლია არ თქვას ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება როცა საუბრობს ის არის ჭეშმარიტება. ამიტომ ესენი ვერ გებულობენ ამის გამო დევნიან. არ მაინც ამბობს. იმიტომ რომ განცხადდა ჭეშმარიტება, მოვიდა ჭეშმარიტება. არ აქვს მნიშვნელობა რომ მას ჯვარს აცმევენ თუ არა. ის ამბობს იმას რაც არის თვითონ. ეს არის განცხადება. და სიმოღვთისმეტყველს აქვს ძალიან საინტერესო ისა, სახარებაზე და ქრისტეზე. ესეთი მოკლე ფრაზა. ქრისტე ხო არის ნათელი. და ესეთ რაღაცას სახარება, ანუ ეს არის ნათლის სიტყვა, რომელიც სიტყვიდანაც ღვებულობთ ნათელს. ანუ სიტყვის ნათელი. ანუ ჩვენ ეს ნათლის სიტყვა და აი ნათლის სიტყვით ჩვენ გებულობთ სიტყვის ნათელს. ანუ ამ სიტყვაში არის ნათელი. და ეს ახლა კარგად რო გავიგოთ, აი ნათელს ხო თვალით ვხედავთ ჩვენ და ეს ხედვა გონია რა ნათლის დანახვა. მაგრამ არა, აი მაგალითად რაღაცა წავიკითხეთ. რაღაცას ვერ გებულობდით. რაღაცა წავიკითხეთ ამის განმარტება, გავიგეთ და განათდა გონება, ხო? მაგრამ ეს აი ხო ვიტყვით რომ აი როგორ განათდა გონება, მაგრამ ხო ვერ ხედავთ მას, მაგრამ ხედავთ. აი ვინ დაამტკიცებს რომ მე დავინახე ჩემი გონება როგორ განათდაო, ვერ დაინახა, ანუ სხვა არის სულის ხედვა, სხვა არის თვალის ხედვა. შეცნობის ელემენტია. ხო, შეცნობის ელემენტია და ეს შეცნობა, ეს არის ნათელი. ანუ ნათელი შემოდის, ანუ სიტყვის ნათელი. იმიტომ რომ ეს არის ნათლის სიტყვა. ახლა გასაგები. და შემოდის სიტყვის, აი ამ სიტყვის ნათელი შემოდის და ნათდება გონება. ახლა წავიკითხოთ ის ადგილი, რაც ჩვენ დღეს რაზეც უნდა ვისაუბროთ, რაც უნდა განმარტოთ. ჩვენ წინა გადაცემა იყო განღვეულის განკურნებაზე და შემდეგ განღვეული კაცი რომელიც განიკურნა მივიდა იუდეველებთან, იმ მღვდელმთავრებთან და უთხრა იესოა ის კაცი ვინც
მე გამკურნა და ამის შემდეგ იესოს დაუწყეს მღვდელმთავრებმა დევნა იმის გამო რომ შაბათს აკეთებდა ამას იესო მიუგო მამა ჩემი აქამდე აკეთებს და მეც ვაკეთებ ამიტომ ებრაელებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მას მოსაკლავად ანუ სასწაული უთხრა მათი გაგებით რეჭარი რაც თქვი ხო ჭეშმარიტებას არ შეუძლია ჭეშმარიტება არ თქვას და ჭეშმარიტებას ამბობს ამასაც გავხსნით ხო რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია არამედ ღმერთს მამა უწოდა და თავი ღმერთს გაუტყოლა ისინი ფიქრობენ ასე რომ ღმერთს გაუტყოლა თავი თორე ღმერთია ამას უხსნის კიდევ მაგრამ ეხლა ჩვენ თქვათ რას ნიშნავს მამა ჩემი ახამომდე იქმოდა და მეც ვიქმ ებრაელებმა იციან ძველი აღთქმის მსახურებმა იციან რომ ღმერთმა 6 დღეში შექმნა სამყარო ადამიანი შექმნა მე-6 დღის მეორე ნახევარს ანუ ეს დღევანდელი დღით არ უნდა გამსაზღვროთ ამაზეც გვისაუბრია ჩვენ იმიტომ რომ როცა წერია პირველი დღე მეორე დღე მესამე და მეოთხე დღეს შექმნა ნათობები და ჩვენ ახლა დღეს გავიქვამთ ნათობების მიხედვით ხო ციკლის მიხედვით და ნათობები რო არ იყო მაშინაც დღე ქვია იმას დღე პირველი დღე მეორე დღე მესამე და ანუ ამ ციკლით არ უნდა გავიგოთ ეს დღე შეიძლება მილიონი წელი იყოს მაგრამ დროის განსხვავებულია ხო და ანუ პირველი მოქმედება მეორე მოქმედება მესამე მე და მე-7 აი მე-7-ს დაისვენა ანუ ღმერთმა ყველაფერი შეუქმნა ადამიანს და შექმნა ადამიანი ანუ მეფე ამ ყველაფრის ანუ ჯერ ეს კი არ შექმნა ადამიანი არამედ ყველაფერი შეუქმნა და მე შექმნა მეფე და შექმნა მეფე ანუ ფლობელი ამ ყველაფრის ვისაც შეეძლო ამ ყველაფრის ფლობა ის შექმნა და დაისვენა ამაზე ავგუსტინე ამბობს ძალიან საინტერესო რომ ღმერთმა შექმნა ისეთი ქმნილება ანუ ადამი რომელშიც შეძლებდა თვითონ განსვენებას და ადამი რომელშიც იქნებოდა დამკვიდრებული განსვენებული ღმერთი იმოქმედებდა მაგრამ ადამმა რო იმოქმედა და შეცდა მამამ გააგზავნა მოქმედება ეხლა მამამ გააგზავნა მოქმედება რისი ოქროპირი ამბობს ესეთ რაღაცას რომ ღმერთმა დაისვენა მე-7 დღეს ნიშნავსო რომ 6 დღეში რაც შექმნა აქედან ბევრი არის არარაობისგან ხო ნუ ადამიანი მიწისგან ის ნეკნისგან მაგრამ აი მე-7 დღეს დაისვენა ნიშნავსო არაფრისგან უკვე არ ქმნის ნუ შექმნილია ყველაფერი მაგრამ დარჩა ადამიანის სულის ბოლომდე სრულყოფა რადგან შეცდა აი რაში მოქმედებს ღმერთი მამა ჩემი აქამდე იგზა მეც ვიქვ ჩვენ თქვით ადრე რომ ღმერთმა თავიდან თქვა რომ შექმნათ სამებამ თქვა შექმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა და მე როცა შექმნა წერია შექმნა თავის ხატად მსგავსად ამოვარდა იმიტომ რომ მსგავსების პოტენციალი სრულია მსგავსიც არის ოღონდ ნებელობაში გამტკიცება იქნებოდა უკვე მსგავსება და მას ჰქონდა ეს ნებელობა ოღონდ თვითონ უნდა გადაეწყვეტა აქ არის მთელი ის ჩადებული ამაში შინაარსი მისი ღმერთობის და ამ ნებელობაში შეცდა
ესე იგი ღმერთის თანაშემოქმედად შექმნა ადამი თავის. ანუ ადამს თავისი ნება ღმერთთან ერთად ღმერთის სიტყვით მის მსგავსად უნდა შეექმნა. ადამმა ეს ვერ შეძლო. თავად ადამიანს უნდა შეექმნა. ხო, აი ღმერთის შეწევნით მის სრულყოფილების ხარისხი უნდა მისულიყო ღმერთის. ხო, აი ღმერთ გამხრთობა, ანუ ღმერთად შექმნილი, ღმერთი მასია დამკვიდრებული, მაგრამ ეს უნდა ადამიანმა ინებოს, ასეა კარგი. ანუ ღმერთმა ხო თქვა, რომ შექმნა ყველაფერიო და თქვაო, კარგია, კეთილი. აი ადამი რო შეიცნობდა საკუთარ თავს და ღმერთს და რო იტყოდა ეს კარგია. აი იქ უკვე ხდებოდა მსგავსი. მაგრამ რო დაიჯერა რომ ბონად არის შექმნილი, აი იქ უკვე დაეცა. ანუ ნებელობა მას გააჩნდა მტკიცე, მან იცოდა ღმერთი, მან იცოდა საკუთარი თავი, მაგრამ შეცდა. აი რომ არ შემცდარიყო, იქ იქნებოდა უკვე ღმერთი განსვენებული ადამიანში, იმოქმედებდა ადამი. ეხლა რას ამბობს იესო? იესო ამბობს რომ მამა ჩემი აქ ამომდგს და მეც ვიქ. მეც ვაკეთებ. იმიტომ რომ იესო აკეთებს იმას, რაც უნდა გაეკეთებინა ადამიანს. ადამიანის სრულყოფას, ოღონდ არა თავის, ის სრულყოფილია. ეხლა როგორი რამე არის? ერთადერთი კაცი იესო არის ცოცხალი. იმ მომენტში, როცა ის განკაცა, ჯვარს ეცვა, აღადგინა ეს კაცი და გამოეცხადა მოციქულებს და აღადგინა მოციქულები. აი სანამ აღადგენდა მოციქულებს, სანამ მათზე გადმოვიდოდა სულიწმინდა, მიცემდა სულიწმინდაზე გადმოვიდოდა სულიწმინდა, ერთადერთი ცოცხალი იყო იესო. ანუ უცოდველი ამას ნიშნავს. ერთადერთი უცოდველი კაცი, ეს ნიშნავს ერთადერთ ცოცხალ კაცს. და სიცოცხლე ამ შემთხვევაში არის ღმერთთან კავშირში, არა არსებას, არამედ სიცოცხლე. ანუ არსება სხვა არის, ახლა სული შექმნიდან მარადიულია. ჩემი, თქვენი, ყველას, ვინც სამოთხესია, ვინც ჯოჯოხეთშია. ვინ ჯოჯოხეთში დარჩება, ისიც მარადიულია. ანუ სული არ მოკვდება, მაგრამ სული სიკვდილს ქრისტიანულად, რელიგიურად ქვია, როცა მას ღმერთი შორდება. აი, ადრე ნატურა შევადარეთ. სული, თქვათ, არის ნატურა. და ის როცა არ არათებს მკვდარი და როცა ნატურას ენერგია მოშორდება, არ შევა ენერგია. ჩამქრალია, ხო? აი ეს ჩაქრობა ნატურის, ანუ სულის. არის სულის სიკვდილი, თორე არა ის რომ ის არ არსებობს. მაგრამ მკვდარია. ამ გაგებით. იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილს გებულობთ ხორცის და ხორცის სიკვდილის მსგავსად. ანუ ხორცი ხო ჩვენ ხედავთ რომ ქრება, საბოლოოდ იშლება და ქრება, ხო? ესე არ არის სული სიკვდილი. სული სიკვდილი ზუსტად ეს კარგი მსგავსება არის. აი არ ანათებს, ენერგია არ შედის, მკვდარია. თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. არსებობს, მაგრამ არ არის. ერთადერთი ცოცხალი იყო იესო. და მისი მისია არის კაცობრიობის გაცოცხლება. რაც სამოთხეში დაკარგა კაცმა, ანუ სულიწმინდა, სამოთხეში სულიწმინდის სამკვიდრებელ კაცს დედამიწაზე გონებით აღადგინა, განწმინდა, განბანა სიტყვით, აი სიტყვის ნათლით და მისცა სულიწმინდა.
და გახადა სული წმინდის სამკვიდრებელი. აი ამას იხს იესო, ამაზე ეუბნება, ამას ვიქ და ამაზე ეუბნება ამათ, ესენი არ ღებულობენ, მამას უტოლებსო თავს. ეხლა ესეთი ღმერთის მოქმედების შესახებ მინდა ესეთი ჩვენ გამოვტოვეთ წინა იმაში განზრახ გამოვტოვე, იმიტომ რომ დღეს უნდა გვესაუბრა ამ იმაზე. აი, როდესაც სამარიტელ დედაკაცზე საუბრა იესო და წავიდა სამარიტელი დედაკაცი და მოციქულები მოვიდნენ. ქრისტემ უთხრეს რომ ჭამეო და მე ვჭამეო და რა აქ მოციქულებს გაუკვირდათ ძალიან და ესეთ რაღაცას ეუბნება ქრისტე. მართალია ანდაზა ერთი თესავს, სხვა იმკის. აი ეს ერთი თესავს და სხვა იმკის, სხვა არის თესველი და სხვა არის მომკელი. ეს წინასწარმეტყველებსაც ეხებათ. ეს დღესაც მოძღვრებსაც ეხებათ. ვიღაცა თესავს და ვიღაცა იმკის, მაგრამ უპირატესად ეს ეხება ღმერთს და ადამიანს, ქრისტეს და ადამიანს. ეხლა რაში მდგომარეობს ეს? სხვაგან ამბობს იესო, ვინც მამაჩემ არ დანერგა, აღმოიფხრება. ანუ ვინც არ არის მამისგან, ღმერთისგან ვინც არ არის, ის აღმოიფხრება და აი ეს ციტატა მინდა კიდე წავიკითხო, წინასწარმეტყველებს კარგად უწერიათ. ანუ წინასწარმეტყველებს უწერიათ და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ. თესველი არის ძეგ ღვთისა. მომკელი არის ადამიანი, ჩვენ. ამიტომ როგორი რაღაცა არის, იცით, აი, როდესაც ღმერთი თესავს, ღმერთი მუშაობს ყველა ადამიანთან ცალ-ცალკე. აი მე ვიტყვი ხარ როგორც მღვდელი. მე მინახია ადამიანები, რომლებიც მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, რომ აი მინდა რომ მოძღვარი იყო და გავესაუბრები და ვხედავ ესეთ რაღაცას, რომ ამ კაცთან თუ ქალთან ღმერთს მაგარი ნამუშევარი აქვს. უკვე. ძალიან ბევრი ნამუშევარი აქვს. და ეტყობა ყველა ადამიანს, ვისთანაც ღმერთს უმუშავია. და მე მაგ ნაყოფს ხედავ ღმერთის მუშაობის. და ამ შემთხვევაში მე ვიმკი იმას ამ ადამიანს, რომელზეც ღმერთმა იმუშავა. ჩემამდე. სანამ მე გავიცნობდი. ასევე პირადად მეც მეხება და ყველას, რომ აი ჩემზე როგორ მუშაობს ღმერთი. როგორ ნაყოფს ვიღებ ღმერთის მუშაობის ჩემზე. აი ამასაც ხედავ. ეხლა ძალიან საინტერესოა აი ეს სიტყვები ქრისტესი, თქვენ რომ ქვეყნიერებისანი იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისიანები. და რა კი არა ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას. ახლა ამ ქვეყნისა რო იყოთო, ამ ქვეყანასო, ამ ქვეყნის ხალხს, ამ ვინც სოფელს ეკუთვნის, მათო თავისიანები უყვართო. ანუ სოფლის მოყვარული უყვარს. მაგრამ თქვენ რადგან არ ხართო ამ სოფლის მოყვარულიო და იმიტომ არ ხართ ამ სოფლის მოყვარული, მე გამოგირჩიეთო თქვენ. ამიტომ ზულხართო სოფელს. ეხლა მე მინდა
რაღაც რამდენად შევძლებ გამარტო ვინ არის ან როგორია ის კაცი ვინც ქრისტემ აირჩია ქრისტეს რჩეული ჩვენ შემთხვევით არ გავაკეთებთ პეტრე და პავლე მოციქული ეს ორია ხო თავი მოციქული ხო თავი მოციქული მოციქულთა თავი და სხვათა შორის ეს მოციქულთა თავი გააკეთა ეკლესიამ ესე არ იყო ესე არ დაუდგენია ქრისტეს არავინ არ არის არც პეტრეა თავი მოციქულების და არც პავლე პატივით იყო პეტრე და პავლეს ბევრი ებრძოდა პავლეს აოცრება ძალიან ბევრი ებრძოდა ცრუ ძმებიც და მაგრამ პირველი წერილი რომელიც გავცერდა საერთოდ არის პავლეს წერილები და სახარების წაკითხვამდე ვინმე ქრისტეს მოქმედებას ქრისტეს სიტყვებს სანამ წაიკითხავდნენ მანამდე პავლე წერილს გითხულობდნენ და პავლე არის ეს საოცარი მოვლენა არის სამყაროში ქრისტეს რჩეული ჭურჭელი და ბევრი ებრძოდა და არღებულობდა პავლეს არ მიიჩნევდნენ მოციქულად და თვითონაც ამბობს მე არ ვარო მოციქულიო ყველაზე მეტი მაქონა შრომიო კი არ მალავს რამეს ვინი შრომაო ჩემზე მეტიო რომელმა მოციქულმაო და მე არ ვარო მოციქულიო იმიტომ რომ არ დაგამძიმეთო და ფულს არ გართმევდითო და თქვენს ხარჯზე რო არ ცხოვრობდით იმიტომ ამბობთო ამასო რა არის სხვა მოციქულები აყენებდნენ ეჭქვეშ თუ არა ცრუ ძმები ნიშნავს ბევრი იყო მქადაგებელი ძალიან ბევრი იყო მქადაგებელი იუდეველები რო გადიოდნენ უკვე დევნის დროს ბევრი ხადაგებდა და ბევრი იყო ცრუ და პრობლემაც ჰქონდათ პეტრეს და პავლეს ის რომ ახან პავლეს აყვედრიდნენ რომ შენო მოსეს რჯულს უარყოფო წინადაცვეთას უარყოფ და არ არისო საჭირო წინადაცვეთა წარმართების ეს რჩეულობა ეს ნათლობა არისო დღესო და წინადაცვეთა და მოსეს რჯულის აღსრულება ანუ რჯულს უარყოფ და ის არ არის საჭირო პეტრე მოციქული იოანე და იაკობი უშვებდნენ დაშვებას აკეთებდნენ რომ წინადაცვეთილე დაეცვითათ ბავშვები მაგრამ მოინათლათ მერე ხო ანუ იმ ძველი რჯულის მიმართ უფრო რბილი მიდგომა ბილი იმიტომ რომ იუდეაში ხადაგებდნენ და რჩეულ ერს უხადაგებდნენ და რაღაცას უტოვებდნენ აი ჩვევა რჯულზე უკეთესია კი ხო რომ იმ თავარი იყო რომ მოეგოთ ეს ხალხი და პავლე იყო უფრო მკაცრი ამ მიდგომაში პავლე იყო რომ ეს არ არის საჭირო პავლე ხადაგებდა ახალ აღთმას პირდაპირ და პავლემ უფრო იცოდა რჯული ვიდრე პეტრემ ძველი რჯული გამალიელის გაზრდილი იყო გამალიელი იყო ცნობილი რჯულის მოძღვარი და ეს იმით იქებს თავს მე გამალიელის ფეხქვეშ ვიჯექიო მაგისი მოწაფე ვარო და ეს გამალიელი არის როცა მოციქულებს დაიჭერენ და ცემენ და მოკლა უნდათ ეუბნება მღვდელმთავრებს ის მღვდელმთავარი იყო თუ ესენიო ხალხო მომისმინეთო თუ ესენიო ღვთისგან არიანო მართლაო ამათო თქვენ როგორ შეაჩერებთო და თუ ღვთისგან არ არიან თვითონ დაიშლებიანო დაანებეთო თავი რაც ღვთისგანაა ის არ დაიშლებაო და ვერ მოერევითო და გაანებეს თავი გაუშვეს მართლა მოკლა უნდათ პეტრეს იონის ის გამალიელია ხო და ასევე პეტრემ გააკეთა ისეთი რაღაცა ანტიოხიაში იყო წარმართებთან მათთან სუფრაზე ანუ მათთან ერთად ჭამდა საჭმელს უпростоრედ და უთხრეს რომ იუდეველი ძმები მოვიდნენ და ეს რო არ დაენახათ რომ წარმართებთან ერთად ჭამდა ეს არ დაანახა გაერიდა
და ისე შეხვდა იმათ და ამაზე პავლე შენიშნავს აძლევს. რატო გააკეთეო ეს? რატო არ ანახეო იმათო რომ წარმართებიც იგივეები არიანო როგორც ჩვენო. ანუ წინა დაცვეთილი და წინა დაუცვეთელი ღვთის წინაშე ერთი არისო. მაგიო რატო არ ანახეო? პეტრეს ეუბნება. ანუ შენიშნავს აძლევს. ძალიან ისეთი ის არის პავლე და ბევრი არღებულობდა და ამიტომ ეკლესიამ დაადგინა თავმოციქულად. თორე სიცოცხლეშივე პავლე თავმოციქული კი არ იყო. ებრძოდნენ და დევნიდნენ, არღებულობდნენ. მაგრამ რა ვიცი, ეგეთი მოშურნე არავინ არ იყო და აი ამაზე მინდა ახლა ვისაუბრო. პავლე მოციქული ამბობს საოცარ სიტყვებს. მე თუ დავიკვეხნი მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც წუთისოფელი ჯვარცმულია ჩემთვის და მე წუთისოფლისთვის. აი ეს ჯვრით დაკვეხნება, დავიკვეხნი ჯვრით და ის რომ წუთისოფელი ჩემთვის ჯვარცმულია და მე წუთისოფლისთვის. აი ვინ არის ადამიანი? როგორია ადამიანი, ვინც ქრისტემ გამოირჩია? პავლე, ხო? აი როგორია პავლე? დაგვერდით აი ამაზე ძალიან ეს უნდა წავიკითხო სიმონ ღვთისმეტყველის განმარტება. აი ამ სოფელი ჩემთვის ჯვარცმულია და მე სოფლისთვის ჯვარცმული ვარ. ეს ნიშნავს ესეთ რაღაცას, აი უფრო გასაგებად ჯვარცმა არის სიკვდილი. მე მკვდარი ვარ სოფლისთვის და სოფელი ჩემთვის მკვდარია. მე მოვკვდი სოფლისთვის. უსარგებლო ვარ სოფლისთვის. ამ ქვეყნიურობისთვის, ანუ სოფელში ეს ხო ქრისტეს გადაგებდა, მაგრამ ამ სოფლისთვის მკვდარია. ამ სოფლის არაფერი როგორც მკვდარს არაფერი არ ჭირდება. ამ სოფლის. აი ისე არაფერი არ ჭირდება. მკვდარია ამ სოფლისთვის. და სოფელი მისთვის არის მკვდარი. არ ჭირდება სოფელი. არ ერთ თვითონ გამოადგება სოფელს. ვარ სოფელს ჭირდება და არ სოფელია მისთვის მნიშვნელობა. როგორც მკვდარი სხეული არ გზნობს თავის ირგვლივ, არც მკვდარს და არც ცოცხალს. ასეა ის, ვინც ღვთის სულთან ერთობით დატოვა სოფელი. და ღმერთთან იმყოფობს. ის ვერ გზნობს და არ მიილტვის სოფლისკენ და ყოველივე იმისკენ, რაც სოფელშია. ეს არის სოფელი ჩემთვის ჯვარცმულია და მე სოფლისთვის. ამის განმარტება სიმონ ღვთისმეტყველის, რომ არ მიილტვის სოფლისკენ და ყოველივე იმისკენ, რაც სოფელშია. რადგან ღმერთთან ერთობაშია. ანუ მოკვდა მისთვის ეს ყველაფერი, ეს ინტერესები მოკვდა ამ ქვეყნიური. და როგორც გამოგვიძებული ადამიანი ხედავს მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ანუ ჩვენ რო გავიღვიძებთ, მაშინ ხედავთო. მის ჩვენს ირგვლივ რა ხდებაო? გამოგვიძების შემდეგ ხედავთ. ასევეა უკვდავი გონებით აღმდგარი ადამიანი. ანუ პავლე მოციქული. ხედავს თავის თავს და ღმერთს, რომელმაც გამოაღვიძა და აღადგინა იგი. ხოლო უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ არის თავისუფლება. ეს პავლე მოციქულის სიტყვებია. ანუ აი ამის გასამარტად კიდევ მეორე ციტატას ვიტყვი პავლე მოციქულის. სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, ვინც იღუპებიან. ხოლო ჩვენთვის, ვინც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, ვინც იღუპებიან, რას ნიშნავს? ანუ ჯვარცმა სიმართლისთვის სიკვდილი, ჭეშმარიტებისთვის სიკვდილი, ღმერთისთვის სიკვდილი. ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, ჩვენ ქრისტესთვის კვდებით, ართმობთ ჭეშმარიტებას, ვიდევნებით,
და აი ეს დევნულობაში ყოფნა ღვთის გულისთვის სიკვდილზე წასვლა არის სიტყვა ჯვრის შესახებ. ანუ ამ ქვეყნიურის მიმართებაში სიკვდილი ამას ნიშნავს, რომ არც დიდებისთვის იბრძვი, არც არა მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის იბრძვი. და ესო სისულელეაო მათვისო ვინც იღუპებაო. ანუ სისულელეა მათთვის ვინც იღუპება ნიშნავს რას, რომ ძალიან ისეთი ნიშანდობლივი კლიპი ქონდათ. ანუ საქართველოში ოცნებას თუ გახსოვთ ერთხარეს დანგრეული უკრაინა და მეორე მხარეს აყვავებული თბილისი. დაუნგრეველი დავარქვათ. დაუნგრეველი თბილისი. აყვავებული კიდე. ხო. ძალიან გაზვიადებული ნათქვამი. ეხლა სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა ნიშნავს ვინც ფიქრობს რომ აი უკრაინის ბრძოლა სისულელეა რატო ანგრევინებენ კაირა დაუთმე შემოვიდეს იბატონოს შენ სიცხოვრებს ანუ ბოროტების შეწინააღმდეგება და ჯვარცმა შენი სისულელეაო არ ჯობია ჭამოდასვა ასე გამოდის აი ეს არის ამას ამბობს პავლე მოციქულის სიტყვა ჯვრის შესახებ სიტყვა წამების შესახებ სიტყვა არდათმობის შესახებ სისულელეა მათთვის ვისაც ეს ქვეყანა უყვარს ვისაც კარგად ცხოვრება უნდა ის აუცილებლად ამ სოფლის მოსაპოვებლად უფრო იზრუნებს ვიდრე ჯვარსაცვან ხოლო ჩვენთვის ღვთის ძალა ეხლა ღვთის ძალა რას ნიშნავს სიტყვა ჯვრის შესახებ ჩვენთვის ღვთის ძალა ანუ ქრისტესთვის ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა არ დათმობა იძლევა ძალას იძლევა ქრისტეს და ქრისტე იმკვიდრებს პავლეში სიტყვის ნათელი და სიტყვა ღმერთი იმკვიდრებს და ამბობს მე ქრისტეს გონება მაქვს ეხლა ქრისტეს გონების მქონე სიმონ ღვთისმეტყველს გავიხსენებ ისევ ძალიან საინტერესო ამბობს პავლე ამბობს რომ მე ქრისტეს გონება მაქვს და თუ თავის მოწაფეს ეუბნება თუ შენც მცირედით ნაზიარები არ ახარო ქრისტეს გონებას როგორ გინდაო გაიგო ის რაც ქრისტეს გონებით დაწერაო პავლემ აი ეს როგორ გინდაო გაიგო თუ მას არ ეზიარებიო და ჩემში ქრისტე საუბრობსო აი ვინ არის აღდგომილი ადამიანი გამოღვიძებული ადამიანი ვინ არის ის ვინც შექმნა იესო ახლა იესო რას აკეთებს იესოს არ შეუცვლია არც ჰეროდე არც მაშინდელი რომის იმპერატორი არ შეუცვლია მთავრობა არაფერი არ შეუცვლია და რა შეცვალა ადამიანები და ამ შეცვლილმა ადამიანებმა არათუ მთავრობები არამედ სამყარო შეცვალა მეც ამას ვიძახი დღეს ეს რუსთაველზე რომ დავდივარ ვეუბნები ჩვენ უნდა შევიცვალოთ და ყველაფერს შევცვლით ქრისტეთი განვახლდეთ ცნობიერებაში სწორად დავინახოთ და ამ სოფლისთვის კი არა სიმართლისთვის ვიბრძოლოთ ეს არის შეცვლა პეტრე შეცვალა პავლე შეცვალა და მიცა სული და სულ დამკვიდრებული მოციქულები ცვლიან სამყაროს მთელი სამყარო შეცვალა ჩვენს მათი ცვლილებაა ანუ ჩვენს დღეს მათი სიტყვით ანუ ქრისტეს სიტყვით მათ მიერ მოცემული სიტყვით ვიცვლებით ეხლა მინდა ერთი წინა გადაცემაზე ჩვენ თქვით მარგალიტზე და ნაგავზე. კი, სად იყო დაფლული რომ გადაერჩინა. კი. ხო და
იქვე ბუდიში მოვიხარეთ ზოდა უხე შედარებაო, იმიტომ რომ ახსენეთ მათ შორის იერარქიებიც. და მოგლეთ რამოდენიმე მთხოვა რომ მიქნებ დააზუსტო ეს ისა ის მადლი რომელიც არის მარგალიტი მას არ ეხება უწმინდურება ჭუჭყი არ ეხება ეს თქვი მე უბრალოდ იმიტომ გამოვიყენე სიტყვა ნაგავი რომ რაც არ უნდა ნაგავში იყოს ეს მარგალიტი არ შედის ეს ისა და ის არის შეუყნელა რჩება ეხლა ეს რა არის რა აქვს ეკლესიას ასეთი ამას მე აუხსენი მაგრამ შეიძლება სხვასაც გაუჩნდა ეს კითხვა რომ რა არის ეს არის ის ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ მაგრამ მაინც ცირედით გავამახვილებ ყურადღებას მადლი რომელიც საიდუმლოდ აღსრულების მადლი რომელიც იესო ქრისტემ მიცა კრებულს ეს არის სამი საიდუმლოა და მე 7 არის დღეს მაგრამ აქედან გამომდინარეა მაგრამ ამები ამბობენ ძირეულს სამს ეს არის ნათლობა ეს არის ზიარება და მღვდლობა მღვდლობით იწყება იმიტომ რომ მღვდლობა მიცა პირველი და მე ამის აღსრულებები მაგრამ ეს სამი საიდუმლოა რომელზეც მე სხვა საიდუმლოები დგას მე როცა ვამბობ ეს მარგალიტი რომელიც მოციქულებს მიცა ეს მარგალიტი ქონია არიოსსაც და ნებისმიერი ეკლესიის მღვდელმთავრებს რომლებიც შემდეგ განკვეთეს წვალებელი გახდნენ მაგრამ ის მარგალიტი იყო მაშინ სანამ განკვეთავდნენ მათ შორის ნესტორსაც რომლის მაგალითის მოიყვანეთ ანუ ეს არის ის რომ ეს არ ირყნება ეს ადამიანი კი არ აკეთებს ქრისტე აკეთებს და სული წმინდა აი როდესაც ჩვენ პურს ვაკურთხებთ და ის შეიცვლება უხილავად საიდუმლოდ ესეთ რაღაცას ლოცვას ვამბობთ მღვდლები შეცვალე ქრისტეს სისხლად და ხორცად შეცვალე სულითა შენითა წმინდითა ანუ მივმართავთ მამას რომ ქრისტეს ანუ ძის ხორცად შეცვალოს თავისი სულით ანუ სამება მოხმედებს და არა მე უბრალოდ აღვასრულებ იმას რაც წეს რაც მე დამიდგინეს და იმას ცulis სული წმინდა სამება აკეთებს სამება ცulis ამიტომ ვამბობ რომ ნებისმიერი მღვდელი უბრალოდ ეს იმიტომ გაუსვია მას ხაზი რომ მიტროპოლიტ სტეფანეს ჰქონდა არასწორი სწავლება ჩემს მიმართებაში ამბობდა თითქოს მე რო ვაკურთხე ისა თუ გაფუჭდაო ის ესე იგი დოროთეს ურწმუნოების გამო ის ხორცად არ იქცაო და იმიტომ რომ ის არ უნდა გაფუჭდესო თუ ხორცად იქცევაო ის არ უნდა გაფუჭდესო და თუ გაფუჭდაო ესე იგი არ იქცაო ხორცადო და ჩვენ სწავლება გვაქვს რომ ის რაც არ უნდა გაფუჭდეს და გაფუჭებაში იგულისხმება რაც არ უნდა დაობდეს ვიწერია ეს ყველაფერი თუ გინდა მე გავაკეთოთ მაგაზე გადაცემა რაც არ უნდა დაობდეს ის მაინც ქრისტეს ხორცია დაობებ როგორც მკვდარი ქრისტე ღმერთია სულითაც და ხორცითაც ღმერთს მოუშორებელია ასეა ისიც და ჩემი ურწმუნოების გამო თუ შეიძლება ის არ იკურთხოს გამოდის რომ მღვდლის ურწმუნოების გამო შეიძლება ვიღაც არ მოინათლოს და მე საიდან ვიცი ის მღვდელი მორწმუნე იყო თუ არა რომელმაც მე მომნათლა ილორში მომნათლეს და ახლა რა მოწმუნე იქნებოდა ის მღვდელი მეთმა იცის მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიაში მოვინათლე და მე ვიცი რომ მონათლული ვარ ხო ანუ ამას ვამბობ და არა იმას რომ ამათ დაუჯერონ აი მაგალითად მიტროპოლიტი სტეფანეს მონათლულია მისი ნაკურთხი პური ნაკურთხია მაგრამ მისი სიტყვა არის მწვალებლობა რასაც ის ასწავლის ამიტომ სწავლება არ ეძლევა მღვდლობით საიდუმლოებების აღსრულება ეძლევა ამიტომ მე ერთს ვეუბნები ნათლობა კი ბატონო მოანათლინეთ მიდით ეკლესიაში მონათლეთ ბავშვი თქვენს უნდა არჩებით მონათლავი ეზიარებით კი ბატონო ეზიარეთ ნუ დარჩებით ზიარების გარეშე მაგრამ
არ დაუჯეროთ, არ მოусმინოთ, იმიტომ რომ წვალებლობას ამბობენ. აი მაგალითად ერთი მღვდელი ამბობს, რომ ქრისტემ გული დაგვიტოვა, მე რო ამხილე და უთხარი რომ სოციალური ქსელებით რომ ქრისტემ გული კი არა სხეული დაგვიტოვა მეთქი. და მე რაღაცა ლანჩალო სასწაულია რომელიც არ არის ქრისტეს სისხლი და ხორცი იქიდან ამბობს რომ ისო პატარა ნაწილი ამოიღესო გულისო. ანუ ის აღმოჩნდაო გულიო და მე შემდეგ ისე ვამხილე რომ ქრისტე არ იყოფა. ანუ იქ რომ ეს ტარიგი დაიჭრება, ყველა ეზიარება ქრისტეს სხეულს, ღმერთში ერთებულს. ერისკაციც, ბავშვიც იმას რომ დაყოფ, ქრისტე არ იყოფა გულად, ფეხებად, ხელებად და მე ამ მღვდელთან მიდის პატრიარქი და აკებს. არ დაუჯეროთ არც მის ქებას და არც მის ამ მღვდლის სიტყვას. ამას ვამბობ, რომ სწავლება დარღვეულია, არ შეიძლება მისი დაჯერება, მაგრამ საიდუმლო აღსრულდება, სანამ ის ეკლესიის წევრია. აი ეს პრობლემა არის დღეს ეკლესიაში. ამიტომ აი მაგალითად მიტროპოლიტი გერასიმე ამბობს, რომ პეტრემო სამჯერ გაყიდაო ქრისტე. იუდამ ერთხელ გაყიდა და პეტრემ სამჯერ გაყიდა თურმე ქრისტეს. წარმოიდგინეთ როგორი შეურაცხყოფაა მოციქულის, რომ ამბობ, რომ პეტრემ სამჯერ გაყიდა ქრისტეს. ნუ დაიჯერებთ ამას. ეს არასწორია. მიტროპოლიტიც იყოს თუ გინდა, პატრიარქიც იყოს თუ გინდა, ვისშიც არ არის ქრისტეს სიტყვა და ჭეშმარიტება. მაშინ მადლი არის, მაგრამ სიტყვა არ არის. და ჭეშმარიტება არ არის და ჭეშმარიტებას არ მისდევენ. ამიტომ სიტყვას ნუ დაიჯერებთ, ამას ვეუბნები ხალხს. თორე ზიარება, ნათლობა ეს არის. იმიტომ რომ ის არის მარგალიტი, რომელსაც ვერაფერი ვერ ეხება, სანამ ის კრებული მართალია. თლიანობაში ჯერ სიტყვა დარღვეულია, კი ბატონო, მაგრამ არ განხილულა ეს და უნდა განიხილონ აუცილებლად. მომავალ თაობამ ეს უნდა განიხილოს და ამ სწავლების მიხედვით უნდა გამართონ შემდეგში ეკლესია. ბატონო, მოკლედ საკმაოდ ერთ შეხედვით თითქოს რთულად აღსაქმელი და გასაგები არის, მაგრამ თქვენი განმარტებიდან გამომდინარეობს ის, რომ რაც დაუსრულებელი დარჩა თავად ადამიანის შეცდომის გამო ღმერთის შენაქმადობის ნაწილში, ქრისტე აგრძელებს ამ საქმეს, შეიძლება ასე ითქვას და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ქრისტესთან მიახლების და სიახლოვის პარალელურად უახლოვდება ამ მიზანს, რასაც საბოლოო ჯამში განმხრთობას უწოდებთ. ყველაზე მთავარი რაც იესომ გააკეთა ადამიანის მიმართებაში, ღმერთი დაანახა სწორად, ჯვარს ეცვა იმისთვის, რომ ჩვენ დაგვენახა ღმერთის სიყვარული, რომელსაც ბოროტის შთაგონებით ხედავდით, რომ მონად შექმნა და მონად კი არა, აი როგორია ქრისტე. განკაცება ღმერთი განკაცდა. დღესაც ვერ იჯერებენ, აი იუდეველები ხო ვერ იჯერებდნენ, მამას უტოლებსო თავს. და ეს ძე განკაცდა მამის ერთ არსი. და მამის ნება განაცხადა. აი ვინც მე მიხილა, მამა იხილაო. ამაზე ერთი კარგი განმარტება წავიკითხე, რომ ვინც ქრისტე იხილა, ვინც ქრისტეს გაუგო, მან გაიგო მამის ნება. იმიტომ რომ ერთია ნება. მამის, ძის და სულიწმინდის. ერთი ნება, ერთი სურვილი, ერთი მოქმედება, ერთი არის ეს. ანუ ერთი მიზანი აქვს ამას და აი ეს არის ზუსტად ახლა თქვენ რო თქვით, რაც ადამიანმა ვერ მოახერხა, ის ქრისტემ მოახერხა კაცთა მიმართებაში, არა 64-ში, არამედ ამ დაცემულ ქვეყანაზე, რომ ჩვენ დაგვიბრუნა სულიწმინდა, მოგცა სიტყვა ღვთისა და გახვდა სულიწმინდის სამკვიდრებელი. ამიტომ თქვი პავლე მოციქული ამის ყველაზე უდიდესი მაგალითია და შეგვეციოს, რომ პავლე მოციქული ამბობს, მე ქრისტეს გონება მაქვს და ჩემში საუბრობს იესო. და ქრისტემ თქვა, ვინც თქვენ მიგიღებთ, მე მიმიღებს.
პავლეს მეშვეობით, პეტრეს მეშვეობით და მოციქულების მეშვეობით და ეკლესიის მეშვეობით ჩვენ უნდა ვღებულობდეთ ქრისტეს სიტყვას. სიტყვას, რომელიც არის ნათელი. სიტყვის ნათელს და უნდა ვემსახურებოდეთ იმ სიტყვას და იმ სწავლებას, რა სწავლებაც ქრისტემ მისცა მოციქულებს. იმიტომ რომ ეს არის გადამჩენელი. ამით გვეძლება სული. კი ნათლობით გვეძლება სული, გადმოდის ჩვენზე სულიწმინდა. ისიც დარღვეულია რომ ამბობენ სულიწმინდის მადლები არა, სულიწმინდა გადმოდის. მადლებს ეძახიან ნიჭებს. ხო, თორე ჩვენი ხვდებით ნათლობით სულიწმინდის სამკვიდრებელი, მაგრამ ის ნიჭები და ის რომ შევითვისოთ და ჩვენში რომ დარჩეს, უნდა შევიყვაროთ იესო. მან თქვა, ვისაც მე უყვარვარ, ჩემს ცნებებს აღასრულებს. ვისაც ჩემი სიტყვები უყვარს, ის ჩემს ცნებებს აღასრულებს, ხო? ანუ ვისაც უყვარს ქრისტეს სიტყვები, იმას უყვარს ქრისტე. და ვისაც უყვარს ქრისტე, ის აკეთებს იმას, ფიქრობს იმას, რაც ქრისტემ თქვა და რაც ქრისტემ მოგვიტანა დედამიწაზე. და მხოლოდ ამით აღზრდებით და ამით გადარჩებით. რასაც სიმოხტის მეტყველი ეძახის გამოღვიძებას. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის. შეგვიძლია დავანონსოთ შემდეგი ეპიზოდიც, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ უკვე. შემდეგი ეპიზოდიც, ხო, იგივე გავაგზავნე სწავლებებია. აი მეხუთედან მე იოანეს მერვე თავის ჩათვლით არის უმთავრესი სწავლებები. და ეს სწავლებებია, რაც ეკლესიას განუცხადა, ძველ ეკლესიას განუცხადა. და ბოლოს ისე მთავრდება, რომ ჩაქოლვა უნდა და ქრისტემ გაიარა. აი ეს სწავლებები საკმაოდ მნიშვნელოვანია, განცხადება და რატო არ მიიღეს და როგორ უნდა მივიღოთ ჩვენ და როგორ უნდა გავიგოთ. მადლობა მამა დოროთე. მამა დოროთეს ამბიონი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენ ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. განვაგრძობთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, განმარტებებზე საუბარს, უფრო და უფრო ღრმად შევდივართ, ასე ვთქვათ და უფრო მეტად ნათდება ჩვენთვის ეს გზა, რომელიც გვაახლოვებს ნაცხოვართან და უფრო მიწიერ კომპონენტზე მინდა მაინც კიდევ ერთხელ ჩვენი მსმენელები, მაყურებლები დავაბრუნოთ და ვთხოვო, რომ ამ გადაცემის პოპულარიზებისთვის მნიშვნელობა აქვს თქვენი მხარდაჭერის ხარისხს, რაც ყურებასთან ერთად გამოიხატება, თქვენი ძალისხმევით მოიწონოთ ეს კონკრეტული გადაცემა, გაუზიაროთ თქვენთვის უცნობ ნაცნობ ადამიანებს უფრო სწორად, უცნობებს ამ გადაცემისთვის, ესე პირობითად რომ ვთქვათ და ამ ტიპის აქტივობებით ხელი შეუწყოთ თავად აი ამ კონკრეტული გადაცემის პოპულარიზებასაც. მადლობა დიდი, შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში.